ძლივს და დაინიშნა ეხა ილიას ბრძოლა ჩარლზ ოლივერასთან. ბოლოს რო ჩავწერეთ ჩვენ, ანუ Fight Hub-ზე გიოსთან ერთად, მაშინ არ იყო ეგ ჯერ დანიშნული, ახალი დამთავრებული იყო ჯაკ დელა მედალინა და ბელალ მაჰამედი, მაგრამ მაინც პირველი რეაქცია რა იყო, რომ შენი აბა? სხვათაშორის სასაცილო რა არის, იცი? მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ თქვით და შევთანხმდით კიდევაც, რომ თუ ბელალ მუჰამედი წააგებდა JDM-თან, უეჭველი თითქმის დარწმუნებული ვიყავით, რომ ავიდო და ისლამი მაგასთან საბრძოლოდ 77 კილოგრამის ხამარზე, მაინც ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი რაღაცნაირად, რომ მაინც შედგებოდა ისლამის და ილიას ბრძოლა რა. ბიჭო და რახანე გახსენე, შენთვის ეხა გამორიცხულია, რომ მაინც მომავალში ჩატარდეს ილია და მახაჩევის ბრძოლა? გამორიცხული არ არის და უფრო მეცას გეტყვი, რაც მოხდა და როგორც წავიდა მაგათ შორის კიდე უფრო აი შელაპარაკებები და ესენი რა ქვია, პასუხების გაცემა ერთმანეთზე ტვიტერზე, ხო? რაც მას შემდეგ რაც ორივე სხვა მოწინააღმდეგე დაენიშნა, უფრო მოუნდა ჩემი აზრით ხალხს ამ ორი ადამიანის შეჯახების ნახვა რა. მე როგორც აბეშტილებას ვჩებას, რომ პირიქით, ჩემი აზრით უფრო გაიზრდება ინტერესი, როდესაც ორივე თავიანთ ბრძოლას ჩაატარებს, როგორც არ უნდა დამთავრდეს, ჩემი აზრით, მით უმეტეს რას ვფიქრობ, იცი? თუ ილიამ მოიგო ქამარი და ისლამმა წააგო JDM-თან, ჩემი აზრით უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნაც, ლოგიკური ჩანიშვნის მიზეზიც და ყველაფერი დანარჩენი ამ ბრძოლისა რა, ამ ბრძოლის მიმართ რა და ყველაზე დიდი შანსი არის იმ შემთხვევაში ამ ბრძოლის დანიშნვის, თუ კი ილია მოიგებს და ისლამი წააგებს მომდევნო ბრძოლას რა. ამ ჯგუფში რა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული შენ მომენტი, იცი? ოლივერაზე იძახი ხო რომი? ოლივერაზე ვიზახი და რა არის ყველაზე რთული მომენტი? ახლა დაუკვირდი, უბრალოდ კი დავწერე კომენტარებში, მაგრამ ახაც ვიტყვი ზერ სანამ გავაგზავნებ, რომ ილიას ამ ჯგუფში დგომში გამარჯვების შანსი აქვს მხოლოდ ერთ რეინჯში, ბოქსის რეინჯში, ახლოში რა, ძალიან ახლოში თან. ერთი რეინჯი არის, ერთი რეინჯი აქვს რომ მოიგოს, რა სხვა ერთი სივრცე მეტია და ოლივერას აქვს მინიმუმ 2 ან მეტი რეინჯი იმისათვის რომ მოიგოს ეს ჯგუფი. გამიგე? ოლივერას ბოქსის რეინჯშიც აქვს შანსი მოგების, კიკბოქსის რეინჯში და უფრო შორსაც კი, იმიტომ რომ გრძელი კიდურები აქვს, გამიგე და უფრო მეტი ოპციები აქვს რა. და უფრო მეტი ვარიანტები აქვს, გამიგე? შორიდანაც შეუულია, ახლოდანაც საშუალო დისტანციაზეც. ილიას ერთადერთი დისტანცია, სადაც უნდა მოიგოს ეს ჯგუფი კიდე ახლო დისტანცია, ანუ ოპციების ნაკლებობაა, თითქმის სამჯერ ნაკლები ვარიანტები აქვს ილიას დისტანციებში, ვიდრე ოლივერას აქვს რა ამ ჯგუფში. მაგრამ ილიას რაც აქვს კოზირი ის არის, რომ იმ დისტანციაში ილია თითქმის 10-დან 10 ჯერ უფრო ძლიერი გამოვა, იმიტომ რომ ჯერით უფრო მოკლე ხელები აქვს, მაგის ჰუკები უფრო მაგარი იქნება, უფრო ჩასმული იქნება, უკეთესი ტექნიკა აქვს, მე მგონი დარტყმაც უფრო ძლიერი აქვს, საჭირო არ ხომ ნახოთ ამ ზონაში როგორ იქნება, მე მგონია რომ ისეთი მომაკვდინებელი იქნება, როგორც ერთი ზონი დაბლა იყო. მაგრამ მთელი პრობლემა იქნება აი ამ დისტანციის შეკვეცა, გამიგე, იმიტომ რომ მოუწევს 1-2 ლეიერის გავლა რა, სანამ თავის სასურველ დისტანციაში მივა. და როგორც გითხარ, როგორც თქვი ვიდეოში, მე უკვე უნდა ეცადოს რომ დარჩეს იმ დისტანციაში, რომ შეეკრება, რომ დარჩეს იმ დისტანციაში მაქსიმალურად, რომ ისე მაინც არ გამოვიდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ზიანი მაინც რომ მიაყენოს, რომ მე მეორე და მესამედ უფრო გაუადვილდეს შესვლა უფრო ახლოს რა. აინტერესოა თან ახლა არ ვიცი რეინჯად კლინჩით თუ ჩათვალე, მაგრამ პრაქტიკულად შეიძლება კლინჩით ბევრი რაღაც გადაწყდეს. Especially with elbows. 3, 2, 1, 0, 0.